დიღმის მასივი ლიუბლიანას ქუჩა 19. აქ მინდოდა შესვლა, მაგრამ აშკარად სარემონტო სამუშაოებია, ნახეთ. ეს არის მტვერი ალბათ, ან ცემენტი არ ვიცი. აბრას ვხედავ, ჯერ დაკეტილია რემონტი მიდის, თუმცა აი ეს საცხობი ნამდვილად მუშაობს. ვხედავთ პროდუქციას, ვხედავთ მომხმარებელს, რომელიც ყიდულობს ამ პროდუქციას და აგერ გენაცვალეთ თქვენი კუბდარი, ხაჭაპური, ლობიანი და ასე შემდეგ. ჯერჯერობით პირველად რასაც უყურებ, ეს არის ის, რომ კედლები მოწესრიგებულია, ახალი გაკეთებულია სავარაუდოდ რემონტი და ახალი საცხობია, ყველაფერი არის მოთავსებული სინებზე, ხელით არ ეხებიან და ეს კარგია. უბრალოდ აი რაც არ მომწონს ის, რომ აი აქ არის სამოსი და ფეხსაცმელი ქუჩიდან ასიარულები ფეხსაცმელი გამოცვლა აქ არ უნდა ხდებოდეს. პურსაც აცხობთ? პურსაც აცხობთ. ანუ უკვე დააცხვეს და წავიდნენ და სად ინახავთ, სადაც ივებთ, აი აქ რო არის რამოდენიმე ლავაში, ეს არის სულ. ანუ ახალი გახსნილები ხართ და ეხლა იდგამთ ფეხს. იატაკი მოწესრიგებულია, წესრიგშია, კედლები მოწესრიგებულია, ჭერი მოწესრიგებულია, ზედაპირები სუფთაა. აქ შიგნით რა არის? ფქვილებია, ფქვილებს ინახავენ, კი ბატონო, ფქვილის შესანახი აქვს. ბიაზის ნაჭრით აქვს დაფარული და სრულიად მისაღები და ნორმალურია. აი ეხლა მითხარით ბინძურ ჭურჭელს რა უნდა აქ? ეს არ ხმარობთ ამ მაცივარს, ეს ხმარებაში არა, ეს მაცივარი, ეს არის ჩართული. ქალბატონო. პროდუქტი გიდევთ? გიდევთ. აი, პროდუქტი გიდევთ? ყველი. თუ რა არის ეს? არა, ხო, რაღაც, ნუ რაც არის. ხო. რა მნიშვნელობა აქვს მაცივარში, სადაც გიდევთ, აი, პროდუქტი და ბინძური თეფშები. ელემენტარულად ცხიმი გიდევთ, ყველაფერს თავი დავანებოთ. მაცივარი კი ბატონო, ვაღიარებ, ჩართული არ არის, ვადასტურებ, მაგრამ ბინძური ჭურჭელი და სუფთა ნედლეული ერთად არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება. აქ ნახეთ, ცომი გაიხა და აი ეს დაისურება. ეს ზეხვი როდის არის გახსნილი? ეს დღეს მოვიდა პროდუქცია, ვადებზე დაწერია. დღეს არ არის ეს ქალბატონო მოსული. ესენი დღეს არ არის მოსული. ესენი დღევანდელები არ არის. ეს დღეს გახსნილი არ არის. ეს ყველაფერი უნდა იყოს მოთავსებული კონტეინერში და თავზე უნდა კონდეს დახურული. დროჟი ზევით არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მით უმეტეს, როდესაც არა ჰერმეტულად არის საფუარი მოთავსებული და აი ეს საფუარის ისინი რო ჩავარდეს, თქვათ, მასში არ არის, აი ყველში და ასე შემდეგ, ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი. უნდა იყოს აუცილებლად კონკრეტულად აი რამე კონტეინერში, ან ისე უნდა იყოს შეფუთული, რომ არ ხდებოდეს პროდუქციით ერთმანეთის დაბინძურება. ახალი და კარგი ღუმელი გაქვთ. კონდენსატი არ არის. აი ამას შეხედეთ. აი ეს ყველაფერი, აი ამის აი ეს უნდა იფერთხებოდეს პერიოდულად. აი ეს ამას შეხედეთ ახლა, აი ამას შეხედეთ. ქვილი და მტვერი ერთად, გადაზელილი ერთმანეთში. აი ეს არ უნდა ხდებოდეს. გემოზე არ ვიცით როგორია, ყავს თავისი მომხმარებელი და ალბათ გემრიელიც არის, თუმცა ხო ვიზუალურად ვერ იტყვი ახლა. დღეს გამომცხვარია აშკარად. ეს ახალია ხო ყველა პროდუქცია, ახლა გამომცხვარია ხო? ლავაშს ყიდით კიდე და ყავაც გააქვთ. აგერ ყავა შეგიძლიათ მიაყოლოთ. ჩაი რა დაგიშავათ, რატო არ არის ჩაი? თბილისში მხოლოდ ყავას მიირთმევენ. ეს რა არის უკაცრავად დამტვერილია, თუ რა რემონტი მიდის და ამიტოა ესეთი მტვერი, ხო? ხო, მარა ისე რო ეცემა საცხობის პროდუქციას. ცუდია, ხო? ცუდია, იმიტომ რომ ნახეთ როგორი დამტვერილია, შეხედეთ, აი ეს ყველაფერი მტვერშია. აი აქაც შეხედეთ თუ ჩანს როგორი მტვერია. და ამ დროს ეხლა შემოიტანეს ზუსტად ხაჭაპური, დადეს. პრინციპში ეს არა, ნახეთ როგორ არის ფიცრები, მტვერი მაინც ეცემა. სამწუხაროდ, აი ეს რა თქმა უნდა ცუდი ამბავია. ნუ აი აქ რა გითხრათ, აი ეს გარე ტერიტორია ყოველთვის რატო აბლაბუდებში და აი ესეთ დღეში
იმიტომ რომ რადგან უკვე გარეთ არის, ხო, კვების ობიექტის, ესე იგი აღარ ეკუთვნის უკვე კვების ობიექტს და არ არის საჭირო მისი დასუფთავება. ამ დროს უკვე შეგიძლია რაღაცა წარმოდგენა შეგექმნას, როდესაც ხედავ ობიექტს თუნდაც გარედან, ხო? აი მე მოვედი, გადავხედე და ვფიქრობ, აჰა, ვიყიდო აქ, თუ არ ვიყიდო. აქაც უნდა იყოს ყველაფერი მოწესრიგებული და კარგად დასუფთავებული. მე მესმის, რომ მით უმეტეს ახალი გახსნილები ხართ და უფრო უნდა უვლიდეთ აქაურობას. კი ბატონო, იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება, ქალბატონო, მაგის იმედი მაქვს. იმიტომ რომ მართლა კარგი ობიექტი გაქვთ, მაგრამ აი ნახეთ, აი ასე არ უნდა იყოს, ყველაფერს მაქსიმალურად უნდა უვლიდეთ. იატაკიც მოწესრიგებული უნდა იყოს. აი ყველაფერი აბსოლუტურად, აი კარადები უნდა იწმინდებოდეს და ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული მაქსიმალურად. აი სამწუხაროდ ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი. მაგ საერთოდ კატასტროფა არის. ეხლა თქვენთან კითხვა მაქვს, იატაკს რო წმინდავთ, წყალს სად აქცევთ? გარეთ აქცევთ წყალს? იმედია რომ ასე შვებით. საპირფარეშო სადა გაქვთ? ორ ობიექტს ერთი საპირფარეშო გაქვთ და გარეთ გადიხართ? წყალს აი ბედრო წყალი იატაკი რო მორეცხოთ, წყალს სად იღებთ? ამ წყალში იმ ბედროს დგამთ იმაში, რა ქვია, ონკაში და იღებთ ისე წყალს? იმედია რომ ასე შვებით, თუმცა ძალიან დიდი ეჭვი მეპარება. კედელი ნახეთ რა მდგომარეობაშია, კანალიზაციიდან წყალი გამოდის და შეხედეთ რა მდგომარეობაა. და აი ეს გამოთვალა და ახლა ეს მთლიანად უნდა გამოთვალოთ, ეს პატარა. გვითხრეთ რომ დიდი უნდა იყოს, რომ ის კარგად გაირეცხოს. შარონები ამაში ვერ ირეცხება, კარგად და აი ამას მთლიანად ამის იქით თვლის. აი ამას ხმარობთ ხელისთვის? არა, ხელსაყოთი ეს არის. ხელსაყოთები აგერა. ჩემთვის მიუღებელი. ობიექტს უკეთესად უნდა მოვუაროთ. ყველა შესაძლებლობები გაქვთ, არაჩვეულებრივი ზედაპირები გაქვთ, კედლები გაკეთებული გაქვთ, იატაკი გაკეთებული გაქვთ, მაგრამ ამას ყველაფერს უნდა მოვლა. თქვენ სამწუხაროდ ჯერჯერობით ამას არ უვლით. მოვუარეთ ძალიან გთხოვთ, თორე ძალიან მალე გაგიფუჭდებათ და ვერ იმუშავებთ. დაკარგავთ მომხმარებელს.